Top 5 Mercedes C-კლასი, ჩემი რეიტინგი. მეხუთე ადგილზე გავიდა W211, იმიტომ რომ ეს მანქანა ჩემი აზრით 200-ის მერე Mercedes-ის მომხმარებლების შეურაცხყოფა იყო. რა თქმა უნდა, მე აქ არ ვამბობ 5 და 5 და 63-ზე. ესენი AMG-ია, ეს საერთოდ სხვა განზომილებაა, ძრავის გამო ეს მანქანები ამ სიაში არ ხვდება. ჩვეულებრივ მოდელებზე მაქვს საუბარი. მეოთხე ადგილი W213. ეს ის წლებია, როდესაც Mercedes-მა უკვე ხარისხის გაფუჭება დაიწყო, ამის გამო მე 213 არ მომწონს. ახლა კი სანამ სამეულზე გადავალთ, მადლობა მინდა გადავუხადო პორტალს ამ რუბრიკისთვის. პორტალი არის ადგილი, სადაც საუკეთესო ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ საწვავი. მესამე ადგილზე გავიდა W212. ეს ის დროა, როდესაც Mercedes-ი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ხარისხს, ეს მანქანები მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ავტომობილებია და დღემდე დადის 300,000 გარბენით და მეტით. რა თქმა უნდა, დარჩა ორი ლეგენდარული მოდელი და ყველა ფიქრობს, რომ პირველ ადგილზე 124 იქნება, მაგრამ არა, მეორე ადგილზე არის W124. ჩემი აზრით ეს მანქანა არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი Mercedes-ი, რომელიც 90-იანი წლების მერე შეიქმნა. თუმცა საქმე იმაშია, რომ 210-იც შექმნა Mercedes-მა, რომელიც იმდენად დახვეწილია ინჟინრულად, რომ ვიზუალი რომ ასეთი მახინჯი არ ქონდეს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მანქანა იქნებოდა მსოფლიოში. და სწორედ ამ ინჟინრული დახვეწილობის გამო პირველ ადგილზე გავიდა ჩემთვის W210, რომელიც გზაზე ისე გადაადგილდება, რომ განცდა გაქვს, რომ მანქანა დაფრინავს. ასეთი საკაიფო სატარებელი სხვა მანქანა არ მახსენდება. ძალიან დიდი მადლობა ყველას, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რამდენად ეთანხმებით ჩემი რეიტინგს და რასაც არ ეთანხმებით, ეგეც ჩამოწერეთ. წარმატებებს გისურვებთ.